Hi, როგორ ხართ? გობრძანდებით. ხო ხართ კარგად, მეგობრებო. ვიღაც მომიდა. თემი შემოვიდა კულიკამისკენ. ვაკლეთ. არ შემიძლია ეს ვიდეო არ დავიწყო ჩვენი უწმიდესის გარდაცვალებით. რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან დამწუხრებული ამის გამო, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამის გამო დამწუხრებული და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა და გონზე არ ვარ, როგორი პატრიარქი იქნება შემდგომის, როგორ რანაირად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან არეულობა იქნება ბევრ საკითხში, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ რაც ახლა გამოუსწორებელია ამ ეტაპზე და გვაქვს იმის პერსპექტივა და ძალა, რომ გამოვასწოროთ, გამოსწორდება ეს შიდა სამზარეულო, რომელიც ჩვენც კარგად ვხედავთ, რომ ძალიან ისეთია ცოტა ქაოტური და რაღაცნაირად გადახარისხდებიან ის ადამიანები, ვისაც ეკლესია ბიზნესად აქვთ ქცეული და კიდევ უამრავი პრობლემა, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ, ალბათ წარმომიდგენია, რამდენი პრობლემა არსებობს. ძალიან სამწუხაროა, როგორც იცით ყველამ ძალიან დიდხანს იყო ჩვენი პატრიარქი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ზუსტად ახლა ამ კადრებს ვუყურებ და ძალიან წყდება გული. ძალიან. საშინელება ხდება სოციალურ ქსელში. ესე იგი, წერენ, რომ ჭხილში ნახეთ სიშავეები, ჭუჭყი არ გეგონოთ, ხალხო რომ ჩამოისვამ საღებავი მომყვება და ყოველ წამს ვისუფთავებ, ყოველ წამს ხელს ვიბა და ყოველ წამს ისტერიკაში ვარ, ერთი წუთით ვარ გავისვა. აი ხა ნახეთ, ელემენტარული, ესე გავაკეთე და ნახეთ. ანუ რა უყო ამ საღებავს, უბრალოდ არ ვიცი, მოვალ ახლა. ასე. მოკლედ, სოციალურ ქსელში ხდება სრული საგიჟეთი. ძალიან სამწუხაროა. წეხან ტყუილად არ ვთქვი, რომ უმრავლესობას გული გვწყდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არიან ის მცირე ჯგუფები, რომლებმაც კატასტროფული ფოტოები დადეს პატრიარქის, მიახატეს ჭუჭსაცხები და 1000 რამე აზღავე კომენტარებში და აი საშინელება ხდება. რაც ხდება მართლა ძალიან დიდი საშინელება ხდება. ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გტკივათ გული, ხა კომენტარებში ამაზე განხილვები არ იყოს, იმიტომ რომ ვერ შევთანხმდებით ვერაფერზე ამ კუთხით და ამიტომ არხის ამაზე საუბარი, უბრალოდ გავატაროთ, ვისაც ეს ყველაფერი არ გტკივა, არ არის აუცილებელი რაღაცა პოლემიკაში ამ ხრივ შესვლა დამიჯერეთ. იმიტომ რომ ეს არ არის ის თემა, რაზეც პოლემიკაში უნდა შევიდეთ, ხა? და ასე გარდაცვლილ ადამიანზე ესე მოკლედ. ისეთი შეღონებული ვარ, ისეთი რაღაცები დავინახე ამ სოციალურ ხალხოს სრული საგიჟეთია და საერთოდ მგონია, რომ აღმტყოფიერი ვართ. რა თქმა უნდა, ყოველს ხარ გულისხმობ, ხა არ მინდა ხოლმე დავაკონკრეტო, აი ყველას არ გულისხმობ, ხა ჩემი მაყურებლები ხვდებით, რომ ყველა არ იგულისხმება. თუ დაღუპულები ვართ, ხო? რა დაგვემართა და როდის დაგვემართა, არ ვიცი. ყოველთვის გვჭირდა, რა თქმა უნდა, ეხა ეს როგორ არის, ხა დღეს დაგვემართა ხო არ არის, ყოველთვის გვჭირდა რაღაცეები. უბრალოდ სოციალურმა ქსელმა ეს ყველაფერი გამოიტანა სააშკარაოზე, ჯანმრთელობა. სააშკარაოზე გამოიტანა, თორე ის ხალხი, ვისაც მაგრად აკლდა, ადრეც აკლდა და ახლაც აკლია. ეს ზიზღის ენა, რასაც ჩვენ ხედავთ, არ არის, რა თქმა უნდა, ახალი და ადრეც იყო, უბრალოდ სოციალური ქსელი არ იყო და
ვერ უშვებდნენ ამ ორთქლს, საშინელ ორთქლს, რასაც ნორმად მიიჩნევენ ეს ადამიანები, ხო? არ სცემენ არაფერს პატივს. წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი ადამიანი თუნდაც იყენებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაცა ლაიქები მოიგროვოს და ან კომენტარებში მერე ლანძღონ და ამის ფონზე რაღაცა ფოლოვერები მოემატოს. აი ეს ხო წარმოუდგენელი სისულელია. აი ამით გაზრდილი აუდიტორია, ამით შექმნილი კონტენტი, ეს სასაცილოა, ხო? აი როგორ შეება. მაგრამ ნახეთ, მე რას დავაკვირდი ახლა ბოლო პერიოდი, მით უფრო განსაკუთრებით ზიზღის ენას ვინც ფლობს, ძალიან კარგად მართვადი აუდიტორია ყავს. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მათი მხარდამჭერი სამწუხაროდ და ძალიან აქტიურად უყურებენ და აი ძალიან და მე ადამიანი რომელიც ამდენს ვშრომობ აუდიტორია ნაკლებად მყავს. ნაკლებად მყავს იმას კალკულის ხორბლ მე ძალიან მცირე რიცხობრივ მყავს, არა. ყოველდღიურად 10,000 ადამიანი რო უყურებს, ასე არ მყავს, ხო, ყველა პლატფორმაზე, რა თქმა უნდა. ამდენი ყოველდღე არ მიყურებს, ბუნებრივია. ხან არის რომ 70,000-იც უყურებს ერთ ვიდეოს, მაგრამ ზოგადად ყოველდღიურ ყველა ვიდეოზე გულისხმობ ამ წუთას. მაგრამ ზიზღის ენას რო აფრქვევენ, აუცილებლად ყავთ იმ ადამიანებს ძალიან ბევრი მაყურებელი. ან მუდმივად რომ ენა აქვთ გადამოგდებული 24/7-ზე და სულ განხილვა რომ მიმდინარეობს დედამთილების, რა ვიცი, მულების, მაზლების თუ არ აქვს მნიშვნელობა. შოკირებული ვარ იმ ადამიანების პოსტებით, ვინც რძალ დედამთილებში დებენ. მე რა თქმა უნდა ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პოსტი თავად მათი მართულია, ვინც ამ ჯგუფში მუშაობს უშუალოდ და მართავს ამ ჯგუფს, რა თქმა უნდა ხა იმიდან, რაღაცებიდან წერენ ცოტა აი ძალიან ზღაპარ ისტორიებს, რაც ცოტა არარეალურია და ამას მოყვება მერე საშინელი კომენტარები, მერე მოკლედ აქტიურობენ გვერდს. მაგრამ ხომ არიან რა თქმა უნდა ადამიანები ვინც ყვებიან თავის ისტორიებს, გამოგონის თუ ასეც თუ ისეც თავისი იმით ყვებიან. გაოგანებული ვარ, რა ზიზღის ენა ტრიალებს, ხალხო, რა ზიზღის ენა ტრიალებს. როგორ დაუნდობლად ლანძღავენ თავისი ოჯახის წევრებს. ერთი რამ არის ძალიან მარტივი, თანამდროს ძალიან რთული, მაგრამ რა თქმა უნდა, სადაც არ გვინდა, იქიდან გაქცევა ყოველთვის მარტივი არ არის და ეს ვიცით ყველა, მაგრამ თუ არ შეგიძლია არც წასვლა და რჩები მინიმუმ ეცი პატივი საკუთარ თავს, რომ ამხელა აუდიტორის წინაშე შენს დედამთილს ბინძური არ დაუძახო. შენს მულს არ დაუძახო გაუთხოვარი ხიხო მაგალითად და მსგავსი უამრავი, მე კიდე ძალიან ლაითად გიყვებით ამ ყველაფერს, თავადაც ისიც სულ ხო გიყრით ამ იმას და გაუგონარი რაღაცები ხდება. მაგას თავი დავანებოთ, დღეს შემთხვევით TikTok-ზე ამომიგდო ქალბატონი, რომელსაც ახლახან შეეძინა შვილი და ცხოვრობს თავის შეყვარებულთან თუ საყვარელთან თუ ქმართან თუ საქმროსთან თუ სტატუსში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოკედ ვიღაც ბიჭთან ერთად. და ეს ვიდეო, ანუ ძალიან ხშირად ხვდებიან, ანუ ეს წყვილი, ჩვეულებრივი მათხოვრები არიან, პირდაპირ ვამბობ, მოურიდებლად. ოღონდ მოწყალებას ითხოვენ არა, მათხოვრები არიან.
უსაქმური მათხოვრები, ვისაც უნდათ, რომ ჩემ ხარჯზე, ვიღაცა ლამარას ხარჯზე, ვიღაცა შოთას ხარჯზე ცხოვრება აიწყონ ორი აბსოლუტურად უსაქმური სახლში და სხედან ლაივებში და ჩამირიცხენ და ავარვარებენ სრემლებს, აი არ ვიცი როგორ. რატო არ მომიგდო აქამდე ხა ეს ვიდეო, არ ვიცი, აშკარად ძალიან გავრცელებული ეთყობა ახალი ვიდეო არ ვიცი, უკეთ ვიღაცას ქონდა გადმოტანილი და იქიდან ამომიგდო, როგორ მიდის დამებლოკება უბრალოდ YouTube-ში ვიდეო, რომ ეს მე თქვენ გაჩვენოთ, ანუ ძალიან ბილ სიტყვაობა და შესაბამისად დამებლოკება, როგორ განიხილავენ იმას, როგორ ვთქვა, არ ვიცი, ძალიან მერიდება და თან არ მინდა რომ ძალიან ბილ სიტყვაში გადავიდე და აი არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბო. ესე იგი განხილვა მიმდინარეობს იმაზე, რამდენ ადამიანთან გორაობდა, ესე ვიტყვი, აღარ მინდა ზედმეტად დავკონკრეტდე და ვერ დავკონკრეტდები, მით უფრო ბავშვი აქ არის, რამდენ ადამიანთან გორაობდა მისი მეორე ნახევარი მამაკაცი სახელების მიხედვით. რომ მაგალითად გეუბნებით, რომ ნინოსა კი, კაც, ოღონდ, ვიღაცა ამასა კი, ამასთანაც ოღონდ ამაზე ეკითხება პირდაპირ ხალხო, ანუ განაის რომ მაგალითად ამასაც ქონდა რამე ურჩეთ, არა. ამასთანაც შვებოდი თუ რაღა, ანუ ხვდებით სად ვართ ხალხო? რა სოციუმში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანებისგან რომ მიკვირს მე დაუბერდი და კიდე რომ მიკვირს მე, რატომ ლანძღავენ? ამ სოციუმში მყოფი ადამიანების რა მიკვირს, რატომ მიკვირს, არ ვიცი. და ნუ რა სიტყვებით მოიხსენიებენ, რომ მოდი აქ დაამწამს ჩვენ ორმა და რაღაცები. ნუ გაოგნებული ვარ ხალხო, გამოვჭერდი. აი ხო არის რაღაცა გიკვირს, რაღაცა არ გიკვირს. გამოვჭერდი. მე არ ვიცი სხვანაირად როგორ ავხსნა, მაგრამ რა არ მომისმენია ხალხო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში იმდენი ავტყოფია, რა არ მომისმენია, ეგეთი არ მომისმენია. ორი მათხოვრის საუბარი აღშფოთებას ვეღარ ვალავ. ეს რა მოვისმინე? ასეთ ადამიანს ხალხო ფულს როგორ ურიცხავთ, მე უბრალოდ მაინტერესებს. ამასიად გოგონამ თხოვა, რომ ქონდა რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, მოკლედ დავდე და არავის არაფერი ჩაურიცხავს ისეთი, მოკლედ ეხა რაღაცა რამდენიმე ლარი, აი ანუ ძალიან მიზერული. რანაირად სხედხართ და აი იმ ორ შეუმდგარ ადამიანს მათხოვარს აბსოლუტურად ალოგიკურ ორ ადამიანს სხედხართ და ურიცხავთ, იმიტომ რომ ნამცხრები და შოკოლადები უნდა მიირთვან. და თურმე თან შვილი არჩინონ თუ რაღაც. რანაირად ურიცხავთ ხალხო თქვენს ნაშრომს, აი უბრალოდ ვერ ვხვდები, აი ვერ ჩავწვდი ამ ლოგიკას, ვერ ჩავწვდი რა. მამაკაცი რომელიც 24 შვიდზე სახლში ზის და მათხოვარი, ჩამირიცხი და სიგარეტი უნდა მოვიწოდე, ჩაშარიცხი, ჩამირიცხი და აღარა მაქვს მოსაწევი და მე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც მოდებული ვარ ახლავე გეტყვით რამდენ საქმეს. ბაღი YouTube-ი მართალია ყოველ დღე ვეღარ, მაგრამ მაინც. Facebook-ი დოდონა და ჩემი, აი ყველა დრო რო წამართვა და აღარაფერი დამიტოვა, ჩემი ხელნაკეთი აქსესუარები და მადლობა ღმერთს, აი არ ვიცი, რომ გამიმართლა და შეკვეთები მაქვს. ვერ ვიტყვი რომ გლეჯვა, იმიტომ რომ ჯერ ფიზიკურად ვერ მექნება და არ მაქვს ამის ამბიცია, მაგრამ მაქვს. ესე იგი, ბაღი, YouTube, Facebook-ი 4 რაღაცაზე ვარ დაკავებული. სხვა ქვეყანაში ალბათ ძალიან კარგი ფულიანი უნდა ვიყო რეალურად, მაგრამ საქართველოში, ნუ აი, რა ვიცი, თქვენ იცით მოკლედ. ერთი ყოველთვე მე სოციოქსელი და ხელფას ვერ ვიღებ, აქედან დავიწყოთ, მაგრამ ნუ ზოგადად რო აგიხსნათ.
მე რომელიც შვილით დავდივარ ამ ხელა გზაზე და აღარა მაქვს სახელი და გვარი მარტო კანი ვარ დარჩენილი წოდა სარგულის ვადუ ყველაფერი მაქვს უკვე და დაშტერებულ მდგომარეობაში დავდივარ და იკანი მაქვს რაღაცა უკვე ესე დავდივარ თვალები აი აქედან კი აღარ შემდის აი ესე დადის ყოველ დღე და ვშრომობ ვიღაც წევს სახლში და არ უნდა ჩამერიცხო ფული ანუ შენ ხარ ნამუსი გაქვს ანუ იქიდან მელაპარაკება ვიღაც რომ შენ ნამუსი გაქვს ხომ მე რო არ მირიცხავო უსაქმური მამაკაცი ну ქალიც უსაქმურია მაგრამ კარგი ხა პატარა შვილი ყავს და აი ამას იმას ქნათ რა ქვია გასაგებია ანუ ხო მანამდე რო უსაქმური იყო ხო კაი მაგრამ ну მოკლედ რანაირად შეგიძლიათ თქვენი ნაშრომი ნაწვალები იმ უსახურ ადამიანებს ჩაურიცხოთ მსგავს უსახურ ადამიანებს საერთოდ ძალიან მინდა რომ ჩემს ძალიან დიდი დრო დაუთმო და ერთად ვისეინო და რაღაცა ტუტუ და ძალიან მინდა და მე მგონი რომ ყველა ძალიან უნდა და სად გავჩერდი რაც ეს გამოგავთიშე და აღშფოთებული მაგიტო ვარ ხალხო რომ მე დედრობითი სქესი წარმომადგენს ვისაც შემიძლია ამდენი ვიშრომო შენ რატო გდიხარ სახლში ვინმე მომიხსენით და ლანძღავ ხალხს რო არ გეხმარებიან ანუ დღეს 50 ლარზე მეტი ვერ ვიშოვე და რა იყო დაგენანათ იქიდან გველაპარაკებია ვიღაცეები 50 ლარის გამო დღეში რომ გამოვიმუშაო თქვენ იცით მე რამდენს ვშრომობ ვერც წარმოგიდგენიათ რანაირად მივაწვდინო ეგეთ ხალხს ხმარო ხალხო იცით რამდენ ვშრომობ მაგ თანხის გამო რასაც თქვენ გახვალთ მერე და ერთ მალბოროში დახარჯავთ ოღონდ სხვისი ნაშრომია ხა თქვენი რა თქმა უნდა არ არის ძალიან ბევრს უნდა ბავშვთან ერთად იჯდეს ოჯახში ძალიან მინდა ვიყო სახლში ვაკეთო ჩემი ნამუშევრები ვიღო ვიდეოები მარიკოს უფრო მეტი დრო დაუთმო ბლა 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 რაღაცები მაგრამ ასე არ ხდება ასე არ არის ცხოვრება მოწყობილი რა ეხა შენ რო გინდა რომ 12 საათამდე იგორაო და რაღაცა ნიტარებას მიეცე და არ გადაიტვირთო თუ რა ასე არ არის ცხოვრება ხალხო უკაცრავად მაგრამ ეს მათხოვრობა რო გეადვილებათ ბიჭო ხელი გაანძრიეთ ხალხო ფეხი აი როგორ არ გცხვენიათ უბრალოდ შოკირებული ვარ როგორ არ ცხვენია ხალხს მუდმივ მათხოვრობის რეჟიმში ცხოვრება მე უბრალოდ არ ვიცი ეს არ არის ხალხო სულ მაგალითი მომყავს ბატონი რომელიც მეტროში ზის ითხოვს მოწყალებას აი ძალიან მიყვარს ეს ადამიანი ცალი ფეხი არ აქვს ცალი თვალიდან საერთოდ მხედველობა არ აქვს თვალი არ აქვს მოკლედ უკეთილშობილესი ყველა გავლაზე რომ მარიკოს კაფეტებს ჩუქნის რომც არ დავუდოთ იმ დღეს ის 5 თეთრი თუ 2 ლარი თუ 1 ლარი თუ არ აქვს მნიშვნელობა მოდი რომ დაუძახებს ხალხო არ დამენანება არც 10 ლარი არც არ დამენანება იმიტომ რომ ის ვერსად ვერ იმუშავებს გამორიცხულია ვერ იმუშავებს ორი ხელი რო გაქვს ორი ფეხი და ენა გიგდია აი ამ სიგრძე ცოტა გაირყიეთ რა აი როგორ არ გცხვენიათ ხალხო გადარეული ვარ ეს აი რას ვუყურებ დედა ჩემ მეუბნება აი შოკირებულია ხალი რომ ყველა მეორეო სულ ფულს ითხოვსო და ჩვენ ალბათ გიჟები ვართ აქ უწყლებზე ფეხს რო ვიდგამთო გიჟები ვართ ხო დედა მე ვთხარი ხალხი მარტივ ცხოვრებაზეა გადაწყობილი და მე ესეთი გამოვა ვიღაცა და იცი რა დამიჯდება აქ და რაღაცა მაღალ ფარდოვან სიტყვებს დახარჯავს ჩემთვის რომ თურმე აი რაღაცა რა ლეველზია თვითონ თუ რაღაც დამიჯდება და ამიხსნის რაღაცა დედაშვილობანას და რაღაცა თემების ახსნას დამიწყებს მოკლედ რა ძალიან მარტივია ეს ცხოვრება ხალხო ძალიან მარტივია YouTube-იც სამსახურია Facebook-იც სამსახურია ჩემთვის
მე სადაც ვიღებ ანაზღაურებას, ყველაფერი არის ჩემი სამსახური. მაგრამ არის ცხოვრებაში სამსახურები, რომელიც სხვა ბედნიერებას განიჭებს და სამსახურები, სადაც განიჭებს ბედნიერებას, მაგრამ არა ზღვას. ხო ხვდებით? მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ისეთი სამსახურები, სადაც სიკვდილს ვინატრებ. არ ვარ ამ მდგომარეობაში. იღლები ერთია, მაგრამ რომ გეზიზღება და რომ მიდიხარ და ტირი ხარ, კიდე სხვა მდგომარეობაა, ხო? ყველა სამსახური დამყლელია, სულ ასე იჯდე ყვავილივით. და თურმე რაღაცა არ უყვარს ხალხში, რომ მე ვიღაცა მოვა და გეუფროსება თუ რაღაცა, მაშინ შენ თვითონ უნდა ფლობდე რაღაცა ისეც, რომ არ ყავდეს დირექტორი, არ ყავდეს მენეჯერი, შენ იყო, შენ მართავდე შენს ბიზნესს და ამით იცხოვრო. გესმით? თუ არ გინდა რომ შემოიდა ვიღაცა მიკაკუნოს თუ რაღაცას რო ამბობენ ხოლმე, ხო იცით? მაშინ თავად უნდა ფლობდე ამ ყველაფერს. თავად რომ არ დაკავდე ისეთ სამსახურში, სადაც გეყოლება ზემდგომი ადამიანები, ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა სტრუქტურაში რომ მუშაობ, ეს იქნება სკოლა, ეს იქნება ბაღი, ეს იქნება ნებისმიერი დაწესებულება, ბარი თუ რესტორანი თუ ასე შემდეგ, მას შინაგანი წესები აქვს, მას თავისი შემოქმედებითი გუნდი ყავს, მას თავისი უფროსები ყავს და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია, ხო, თქვენთვის და სტრესულია, მაგრამ მოდი ეხლა თუ ვიტყვი, რომ აი მე დიდ დღეს რა ვჭამო, მარტივია, ეხლა ვიღაცა შეეცოდები რა, რამდენი სულელი დადის გეხვეწები და ჩაგირიცხავენ. მერე გამოხოთ, ზუსტად ამ ადამიანს გამოლანძღავ და ადამიანებს რო იდე და რა ცოტა შაგირიცხავს და უფრო მეტს ელოდებოდი, მერე ვიღაც ზუსტად ამ ადამიანებზე იყო რაღაცა TikTok-ი მასში, რომ ესო ვიღაცას ლარი ჩაურიცხავს თუ რაღაცა მიწასთან გაასწორეს, რომ შენ როგორ ბაკადრეო ლარიანი ჩამერიცხავ. თუ გაქო ჩამერიცხავ, კარგად და თუ არ საერთოდ რატომ მერიცხავ? ანუ ჯერ ხო რა კატეგორიაა და მერე ხალხს ლაწყავ ლარი. ლარის გამო რამდენ შრომობს ადამიანი თითო ლარის გამო. ის თითო ლარია ხო რომ მე საბოლოო ჯამში იღებ იმანაზღაურებას, ხო? არ აფასებენ ადამიანების ხვის შრომას. არ აფასებენ სამწუხაროდ. და გონიათ, რომ აი ლაივში რო ვარ, მე მუშაობ. შენ ლაივში რო ხარ, მუშაობ მაშინ, როდესაც პირობითად გაქვს პროდუქციის წარდგენა და რაღაცა ონლაინ გაყიდვა გაქვს. შენ ლაივში მუშაობ მაშინ, როცა თამაშობ, იმიტომ რომ ამ შენ ფახას გამოიმუშავებ. და კიდე უამრავი რამ. და ლაივში ხარ თუნდაც იმიტომ რომ აუდიტორია მოაგროო, რაც ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ლაივში ტირი ხარ და ფულს ითხოვ, მუდმივად ითხოვ, ეს არ არის ექიმის გამო, ეს არ არის საავადმყოფოს გამო, ეს არ არის რაღაცა უკიდურესი რაღაცის გამო, ითხოვ, იმიტომ რომ ღორივით წახვიდე და მე რაღაცა მოჩები ჭამო და რაღაცა კრუასანები და რაღაცეები, ანუ ამისათვის რომ ითხოვ, ადამიანი თანხას ხარ უკაცრავად მათხოვარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმდენი ხართ თან ხალხო, სად მოგროვდით ამდენი უსაქმური ერთად, აღარ ვიცი, სად მოგროვდით. ამას თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში გავრცელდა ფოტოები ხელოვნური ინტელექტით, როგორ აკეთებს ხალხი Facebook-ს, მერე წერენ, რომ დაეხმარო და ჩვენ სულელები ვდებთ მერე მათ პოსტებს და მოვუწოდებთ ხალხს, რომ იქნებ ძალიან გთხოვთ ჩაურიცხოთ, იმიტომ რომ უჭირს, იმიტომ რომ შვილი ყავს მშიერი, მარტოხელა დედაა, ცუდად არის თუ რაღაცა მოკლედ. და აღმოჩნდა, რომ ბევრი თუმე ფეიქია, ხალხო გადახედავ მის გვერდს, ნახავ, რომ ანუ გამართული გვერდი აქვს თითქოს და ამ დროს თურმე სულ ფეიქია და სულ ხელოვნური ინტელექტია. ჯერ ამის კადრება ხო კიდეს აი არ ვიცი. თავმოყვარეობაზე ეს ხალხი რანაირად ამოიღებს ხმას მთელი ცხოვრების მანძილზე არ ვიცი და აი რო გახდებით დედები თუ ბებიები თუ რავი რაც ხართ, ამ ეტაპზე რაც ხართ ასეთი ხალხი, რა უნდა მისცეთ თქვენ შვილებს, რა უნდა ასწავლოთ, აი თქვენი ცხოვრებიდან რა უნდა გაიხსენოთ ღირსეული.
აი რაღაცა ხო უნდა მოუყვეთ ადამიანს, აი რა ცხოვრება, სად გიმუშავია, რა გიკეთებია, კაი მუშაობას თავი დაანახე, რა ჩავიციკლა მუშაობას, რა გიკეთებია ცხოვრების მანძილზე. და შენ რომ მარტო სათქმელი გაქვს, რომ რა ვიცი, აბა იმისთვის რა კრუასანებისთვის ტიროდი, რომ ფული ჩაერიცხათ. ამის გარდა რა უნდა მოუყვეთ? თქვენ გეხვეწებთ, რა უნდა მოუყვეთ? რა გაქვთ მოსაყოლი? თორე იმდენი ქალბატონია სახლში ღირსეული, დია სახლის იშვილებს რო ზრდის ოჯახს, რომ ყველაფერს უკეთებს, რაც საჭიროა. და ჩემი დიდი პატივისცემა ხალხო დია სახლის მაგრამ ურთულესი მაგას მიჯერე მთელი დღე გარეთ ვიმუშაო მთელი დღე იმდენი საქმეა სახლში რომ თან ისეთი რომ შემოსავლიანი არ არის ხო ხვდებით ხა თვის ბოლოს მაგისთვის ყოფას ხო არავინ არ გიხდით ხა ჭუჭეს რეცხავ და რაღაცა იმას აკეთებ ჩახოხბილს ხო და ძალიან რთულია ძალიან მე უბრალოდ არ ვიცი რა ვერ ვუყრი სიტყვებს თავს რანაირად ხართ ასეთი დონის მათხოვრები მე უბრალოდ არ ვიცი ვერც სიმხალს ვამართლებ 27 ბავშვი რო ყავს და თან მერე რომ მეჩხუბება რომ მე იცი რამდენი შვილი მყავს და რატო არ უნდა დამეხმარო აუ უკაცრავად რა ეხლა შენი რომანტიკული საღამოები მოიწყო მერე შვილი გააჩირო მე რატო უნდა დაგეხმარო უკაცრავად რასთან დაკავშირებით აქ მყავს ერთი დავასრული შვილების გაჩენა მყავს ერთი მორჩა მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს მე ისეთი გაჭირვა მეორე არ გავაჩინო ბევრი მიზეზების გამო ჩემთვის ეს არის ის რაც მე შევძელი ცხოვრებაში ბავშვი ერთი მცალი შესაძლოა ოდესმე დადგეს ეგ დღე რომ მეორეზე მაგრამ ამ ეტაპზე 100-ია ხა თქვენ იცით ჩემის ამ ეტაპზე 100-ია და ამის მომავალზე რომ ვფიქრობ რამდენია საჭირო ანუ რა 5 და 8 ხალხო თავი თუ არ გაქვთ იმის რომ რჩენა მინიმუმს გეუბნებით რჩენა რაც ძალიან ძვირი ჩდება არსებობა არა ხალხო არსებობა უკვე ისეთი რამეა არსებობა არ არა ცხოვრება ისე მიდის და ისე ვითარდება ყველაფერი რომ მხოლოდ არსებობა აღარ არის არაფერი გამრავლება ძალიან კარგია და ხო მე ერთმა ქნას უნდა გამრავლდეს ერი ხალხო რას ლაპარაკობთ ჩემსავით ერთ ჩვენზე ხო ვერ დავრჩებით ყველა ღმერთმა მოგცეთ 10 და 15 და რა ვიცი რამდენიც თქვენ გულს გაუხარდება და რამდენიც თქვენს ოჯახს ენდომება ან ცხოველს და ქმარს ენდომება რა ვიცი აბა არ ვიცი რატო უნდა დაგეხმარო აი ბევრი შვილი რო ყავს მე რამდენჯერაც ვცადე და მათი პირადი ნომერი გამოვაქვეყნე და რაღაცები და ხალხს ვთხოვე მივიღე უდიდესი ჰეითი და აბსოლუტურად დამსახურებული იმიტომ რომ 6 შვილი რო ყავს და წყალი ჩამოგდის და მეორე რო გააჩინე და წყალი ჩამოგდიო და ვიღაცის კოხში რო ცხოვრობდი და არა აბაზანა და სადღაც ვიღაცის აბაზანაში რომ სამადლოდ იბან თვეში ერთხელ იმიტომ რომ ყოველს ვერ მიადგები ყოველთვის შენი მეუღლე რომ არ არის ჯანმრთელობით გამართული და ვერ მუშაობს და მოკლედ εν რაოდენობის პრობლემა და მე 7 რო ყავს ერთი თვის აღარავინ დაგეხმარება იმიტომ რომ ანუ ასე არ არის რა არ არის სხვის იმედად ხალხო ბავშვებს ნუ აჩენთ სხვის იმედად აი უფალი გაგაძლებინებს და უფალი გაგაზრდევინებს გეხვეწებით რა აი ამ რაღაცა ყუთიდან გამოვიდეთ აი ამ რაღაცა ყუთიდან ჩვენც ვიცით რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება და კი უფალი შეგაძლებინებს რომ მშიერი შვილით გათენდეს მაგრამ რა გული გიძლებთ ხალხო გამაგებინეთ რა აი შენი შვილი რომ მუდმივად ტირის რომ შია და ვიღაცას ერთსალ კამფეთს რომ დაუნახავს და ბავშვი შოქში ვარდება იმდენ ოცნებად რო აქცევ მე ეგეთ ხალხს ვერ გავამართლებ აი უკაცრავად რა მე რო ადრე
მსგავსი ვიდეო ჩავწერე TikTok-ზე მე თუ სხვათა შორის, აი მე ხალხო ლაპიცახში მომიწვიდნენ, რომ შენ ერისის ხარო რაღაცა, ანუ რომ მე ვითომ არ მინდა ერი გამრავლდეს თუ რაღაც. ვის იმედად ამრავლებთ? მე ჩემამდე არ დადეს. იმდენი შემომიწვიდა, რომ ვერ გეტყვი. ჩემთვის მიუღებელია მშიერი ბავშვი. მიუღებელი, გაუმართლებელი, ერს ამრავლება არა ყვახი, ეხა სულ ერზე არ ფიქრობდეთ რა. გეხვეწებით რა. მშიერი ბავშვი და წერტილი. იქ იმის იქ არ მაინტერესებს შენ ერს ამრავლებ, რას აკეთებ. ადრე ხო გვიჭირდა თუ რაღაც, ნუ აი ამენ აქედან უნდა გამოვიდეთ რამენაირად, უნდა გამოვიდეთ. ახლაც გვიჭირს ხალხო, ახლა თქვენ ახლა გონიათ რომ ჩვენ გვილხის, ახლაც გვიჭირს. და ახლაც ვიბრძვით გადარჩენისთვის, ახლაც ბრძოლის რეჟიმი გვაქვს გააქტიურებული, ახლა აბა რატო ვართ მოდებული ამდენ სამსახურს და ამდენ იმას და ამდენ იმას და 1500 ლარსაც რო ვერ იღებ თვეში, იმდენ რამეს რო აკეთებ, წარმოიდგინეთ. ადამიანი და რა ვიცი, რამდენ ადგილას მუშაობს ხალხი დღის მენაში ცალკე, ღამის მენაში ცალკე და 1500 ლარზე ვერ არის ხალხი და ზოგი რა ვიცი, მე საერთოდ 400 და 300 ლარზე მუშაობს. მაგრამ მუშაობს და თქვენსავით აი ესე არის ის რა ქვია, ქუთნის ყვავილივით და სულ მუდმივად ფულს არ ითხოვს. ერთია მე მინდოდეს რომ გაგახარო და ჩაგირიცხო და მეორეა რომ TikTok live-ში მუდმივად ყოველ დღე აბა დავიწყოთ ჩარიცხვები დავიწყოთ აკაკუნო თითები. ნუ აი არ ვიცი. სადღაც ხო არის CDC, სადღაც ხო არის ნამუზე, არც ერთი როგორ არ უნდა გქონდეს ადამიანს. თავმოყვარობა ადამიანს როგორ არ უნდა გქონდეს. ვინმე არ უნდა ყავდეს ჭკუათ მყოფელი. ვინმე ხალხო. ვინც გეტყვის რომ რას აკეთებ. აეთრე გაეთრიე და იმუშავე რა. ამხელა კაცი როგორ კადრულობ, ანუ როგორ შეგიძლია რომ ამ რეჟიმში იყო მუდმივად. და ან ესეთი კაცები როგორ მოგწონთ საერთოდ. აი ვინც სულ ესე ცხოვრობს, რომ რავი თუ ჩაურიცხავენ შენ ცოლს 5 ლარს გახვალ და შეჭამ თუ არა და დაელოდები იქითა დღეს როდის იქნება, ან იქითა კვირას, რომ მერე წახვიდე და შაურმა მიირთვა. რო ჩაგირიცხავენ. ბევრი რამე მაგდებს შოქში. ამ ბოლო დროს და ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან ვაქცევ ყურადღებას. რა თქმა უნდა ვაქცევ ყურადღებას და ზოგადად ძალიან მაღიზიანებს, ძალიან, აი რა თქმა უნდა მეტყვი თუ არ მოგწონს ასკროლე, სკროლავ ბატონო, მაგრამ სად გაიქცევა ხა ის რაღაც ყოდა ვინახე უკვე. საკუთარი ცხოვრების გაფერადებისათვის მე და 100 ადამიანი არ გეყოფათ. ერთადერთი ვინც თქვენ ცხოვრებას გააფერადებს, ისევ თქვენ ხართ. ისევ თქვენ უნდა გააფერადოთ თქვენი ყოველდღიურობა, თქვენი ცხოვრება. თქვენ უნდა შეძლოთ ფეხზე დგომა. ჩემი 10 ლარი თქვენ ფეხზე ვერ დაგაყენებთ და ვერც 700 ლარი ვერ დაგაყენებთ. ფეხზე ვერავისი. თქვენ თუ არ შეძლებთ ამ ყველაფერს და არ გააკეთებთ, ვერავის იმედზე ვერ იქნებით ხალხო. დღეს ხვალ ზეგ და მობეზრდებით ხალხს და უბრალოდ აი რა სახელი უნდა წაიღოთ ეგეთმა ხალხმა ამ ქვეყნიდან ვფიქრობ. ანუ აი როდესაც მოვა დრო უფალი რუინებებს და წავალთ ამ ქვეყნიდან, თქვენ რა სტატუსით მიდიხართ? დარწმუნებული ვარ, იქაც იმათ ხოვრებს და იქაც მომიშლით ნერვებს. შვიდობიანი საღამო და არ ვიცი როგორი დღე გათენდებოდა საერთოდ რა იქნება და როგორ იქნება. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რაღაცნაირად მოხერხდება, ვიმედოვნებ და დიდი იმედი მაქვს რატომღაც, რომ ღირსეულად შეუდგება სხვა პატრიარქი
ყველაფრის თავიდან დასაწყებად მზად იქნება და ამისათვის აუცილებელია შეუდგეს ძალიან დიდი შემართებით. საოცრად მისვია ლაკი, კიდე კაი ახლა დავინახე, აი აქ რომ მოვიშორო და ასე არ წავიდე სამსახურში. დროებით.